დავიწყებ იმით, რომ დიდი ხანია მაქვს წონის პრობლემა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, დიეტებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწიე მიზანს, უარესიც, დაკლებული კილოგრამები მალევე ორმაგად უკან მიბრუნდებოდა. წონის მატებასთან ერთად დამეწყო გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემებიც, უცილობა ვიყავი განერევლებული და დასტრესილი და დაღლილი ამ უშედეგო მცდელობებით. მივხვდი, რომ აუცილებელი იყო შემეცვალა ცხოვრების წესი და ის მავნე ჩვევები კვებასთან დაკავშირებული თუ არა და კიდევ მეტად ალბათ უარეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდი. ამ მიზნით დავუკავშირდი ლაშას, რომელმაც გამიზიარა ყველა ნიუანსი, რაც ეხება ცხოვრების წესს, სწორად და რაციონალურად კვებას, თუ რა და როგორ უნდა გავაკეთო. უკვე 2 თვე ნახევარია, რაც დავიწყე ჯანსაღად კვება. დაკლებული მაქვს ჯამში 10 კილოგრამი. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და მინდა ლაშას უდიდესი მადლობა გადავუხადო ასეთი ყურადღებისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის და ყველა იმ სასარგებლო რჩევისთვის, რასაც ის მიზიარებს. კიდე მინდა დავამატო ის, რომ ძალიან ბევრი არის, რომელსაც აქვს წონის პრობლემები და ამ წონის პრობლემებიდან გამოწვეული აგრეთვე ჯანმრთელობის პრობლემებიც. ძალიან ბევრია, რომ ეძებს გამოსავალს, მაგრამ ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ამიტომ ვურჩევდი ყველას, რომ რაც ადრე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შეცვალონ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ, მით მალე დადგება მათთვის სასურველი შედეგი და ამით ძალიან კმაყოფილები დარჩებიან. მე პირადად კიდე მაქვს გარკვეული კილოგრამები დასაკლები, ვაგრძელებ ჩვეულებრივად სწორად კვებას. ეს გახდება ჩემი ცხოვრების წესი და არასოდეს დავუბრუნდები იმ ძველ და მავნე ჩვევებს და მინდა რომ ყველას ვურჩევ, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, გადადგან ეს ნაბიჯი და ნახავენ როგორ შედეგზე გავლენ.